ნახეთ რა უნდა გაჩვენოთ. სკუმბრია, ტომატში, სანდროსგან ნახეთ როგორ გამოიყურება, ვისაც ეს რეცეპტი გინდათ მოამზადოთ, აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და არ დაგავიწყეთ რეცეპტები რო ადგილად მოძებნოთ, გამოიწეროთ ხათო და სანდროს YouTube გვერდი. სასწაული. მოგესალმებით ხათოს და სანდროს სამზარეულოდან მოკლედ. ძალიან მიყვარს შაბათი დღე, როდესაც სანდრო ესე სამზარეულოში დგას, ფუსფუსებს და გემრიელ კერძებს ქმნის. დღეს რას საკუთრებით როცა კვირაა. განსაკუთრებით როცა კვირაა. მე შაბათი მეგონა ისე მას. აი, მაინტერესებს ხა დღეს რა საკეთებ და რა სამზადებ. უნდა მოვამზადო სკუმბრია ტომატის სოუსში. სკუმბრია ტომატის სოუსში. რისთვისაც დაგჭირდება აი ეს მასალები, წითელი ბულგარული, მწვანე ბულგარული, სტაფილო ცოტა გახეხილი, რა თქმა უნდა თვითონ სკუმბრია, დაჭრილი წვრილად ხახვი, ტომატ პასტა, პაპრიკა, დანაყენილი ნიორი, სახში გაკეთებული, რა თქმა უნდა შენი გაკეთებული ხართუნა. ხო. და სკუმბრია სად იყიდე? სკუმბრია ვიყიდე ნათლუღის ბაზარში. მეველი სამნამაშია, სადღაც იქვე რა. გაყიდული პროდუქტებია და ხო. და კაი ხანია, მოკლედ სკუმბრიას და სკუმბრია როგორი სასარგებლოა თქვი შენ. ძალიან აბა ომეგა-3 და ზუძუთხს არ ჩამოუვარდება. არა, პირველია, ნომერ პირველია მოგონია ეს. ხო, არა, პირველი არა, მაგრამ მეორე არის. ერთი შეხედვით უბრალოდ თევზი. ხო, და არის ძალიან სასარგებლო. ტუნას რო ეძახიან. უბრალოდ ვერ ვყიდულობთ ვერსად, იმიტომ რომ აი კარგი სკუმბრია მოიტან სახლში და მე ფაფასავით ხდება, აი არ ვიცი რა ხდება, ძველია და ეხა აბა დავტესტოთ ეს ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება ხათოს თევზი. ქალბატონი ხათუნა არის იქ რომ მიხვალ და აქ უამრავი ნორვეგიული კალმახი, წითელი და მოკლედ სანდრო პირველი რას ვაკეთებთ? პირველი ეხლა შევაგებოთ ჩვენი თევზი მარილით და პირპილით. დაახლოებით რამდენი უნდა? ვიცი რა არის ეხლა ამას ბევრი მაინც და მაინც არ დაჭირდება. და იმიტომ რომ სოუსშიც ხოლმე გავუკეთო მე ეს მარილით. აი უგემრიელესი გამოდის. პირპილი კი დასჭირდება ბლომად. კარგად ხო, კარგად დასჭირდება პირპილი. აი ასე. და ყველაფერს ეხლა აურევთ და გავაჩერებთ 1-15 წუთით მაინც რომ სანამ სხვა ინგრედიენტებს მიხედავ თუ არა? მიხედილია ყველაფერი დამზადებული მაქვს წინასწარ უბრალოდ მარილი და პირპილი რომ აიღოს თევზი. ხო. 1-15 წუთით გავაჩერებ. ძალიან კარგი გამოგივათ აი ესეთი დიეტური, ვინც წორკვებაზე ხართ და არის აი უგემრიელესი. რეცეპტს რა თქმა უნდა დავდებთ, აი ესე დეტალურად ავხსნით ყველაფერს. ცოტა ხანია ხა გავაჩეროთ ესო დამასწრდეს. კი ბატონო. ყოილებში რა ლამაზი ხარ სანდრო. ყოილებში დაგეკარგი, ყოილი ფაცა. ესაკეთ. გავახუროთ დაბალცელს ხეტა. ცოტა ხანი და დავასხათ ზეითუნის ზეთი. აუცილებლად ზეითუნის ზეთი ხალხო. ვცდილობ რომ საერთოდ აღარ გავეკარო ჩვეულებრივ ზეთებს. ესე. ერთხელ იყიდით 5 ლიტრა და რა ვიცი 3 თვე მყოფნის ხოლმე. და შეწვით. გახურდება ახლა ზეთიანად. გახურდა კარგად და ეხა აწყობს თევზს. შებრაწავს ორივე მხრიდან და მე გადავა სოუსის მომზადებას. ეგრე რატო აწყობ? გვერდულად რატო არ წვავ? მე გვერდულად წვავ ხოლმე. მასტერია სანდრო. რაღაცა კაი ჩანს სკუმბრია. მთლიანად დაგეტევა სანდრო? ოჩახ. და მოკლედ შევბრაწავთ ორივე მხრიდან და დაგიბრუნდებით. შეიწვა სკუმბრია. შეიბრაცა სკუმბრია და გამოიყურება 100. ეხლა გავაკეთოთ უკვე ტომატის სოუსის ძალება დავიწყოთ. ისევ ზეითუნის ზეთი. ცოტა შორა. გენანება თუ რა? კალორაჟია ბევრი.
კი არ მინანება. ხახუნა მომლატო. ესე იგი ცხიმი უყვარს აი უაზროთ რა. თუ მაგაზე ვჩხუბობთ, ცოტა ზეთი, ცოტა კარაკი. ახერე ეტაპი. მიდი. არ მინდა. რა არ გინდა სანდრო? რა მინდა და ყოლა. რამდენი უნდა მოიბრაწოს, ხო? ხო, მოიშუშება ახლა ესა და ჩავაყენთ მე მოსწრება ცოტა მოიბრაწოს ესა. კი ბატონო. ხახე მივიყვანეთ სასურველ კონდიციამდე და ჩავაყენთ ეს მოგარებული მოსწრებული და ალბათ მოიშუშეს. რა ეტაპზე ვარ სანდრო? ეხლა ვართ უკვე ჯადოსნურ ეტაპზე. ჩვენ უნდა ავდგეთ და ნევალევა შევაგებოთ ჩვენი ვაყავთ პაპრიკა. ანუ ბოსტნეული, სტაფილო, ბულგარული ფერებში, ხახში, კარგად მოიშვის და აყრის პაპრიკას. კი ბატონო. ეხლა ტომატ პასტა. ეხა ტომატ პასტას. ტომატ პასტა იმიტომ უნდა რომ რა თქმა უნდა ჩემი გაკეთებულია ზე. და ფერიც აი სხვანაირი, აი კონსერვებში რო იყო, აი ესეთი მინდა გამიკეთე მეთქი და კონსერვებში რო იყო კომუნისტების დროს, აი ეს გემო არ მოვიწყდება, თორე აგერა აი ჩემი მომზადებული ტომატი ხალხო ნახეთ რა ფერზეა. აი კი ბატონო. ამოურევს ახლა კარგად და დაგიბრუნდებით. ესე იგი მომზადა ხალხო ჯადოსნური соуსი და ეხლა აწყობს უკვე თევზს და აი უგემრიელესია, უგემრიელეს და გაჩვენებთ საბოლოო ვარიანტს როგორ გამოიყურება. ესე იგი მთელი რუდუნებით და დაკვირვებით ამზადებს კერძს. ნახეთ რა, დახატა. თევზი გამოიყურება ასე და უფრო მეტი პიკანტურობა და პიკანტურობისთვის. ნახე. ხო, დავავიწყდა соуში აუცილებლად გაუკეთეთ. ეური კოზი შაქარი, აი ამ ახლოდან მიმიშვი ხარ რომ ვაჩვენა ექსილამაზე, გამოდი всё. ეს უნდა გამორთო ხავე და დააფარე მე თავს. კი ბატონო. სკუმბრია ტომატში სანდროსგან. მომზადეთ აუცილებლად.